ამ ტყეში დავიკარგე. მაგრამ სიტუაციას ის უფრო ართულებს, რომ ტყის შესახებ არაფერი არ ვიცი და არც ახლა ვიცი რა ნერდ უნდა მოვიქცე. ამაზე ცუდი ის არის, რომ გონი ამ ტყეში გარეული ცხოველები არიან. სიმართლე რო გითხრათ, ძალიან მაშინებს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ამ ტყიდან გავიდე. რადგან ტყის შესახებ არაფერი ვიცოდი, აქეთ-იქით ბოდიალი დავიწყე და თავში ერთი სულელური იდეაც მომივიდა. პირველი იდეა, რაც ალბათ ყველას თავში მოუვა, აძვრე ხეზე და იქნებ ზევიდან დაინახო რამე. უა! არ გვინა ხეზე აზრმა არ გვინა, გადავიფიქრე. ხეზე ასვლამ არ ემუშავა. ასეთ სისულელეებში ძალიან ბევრი დრო გამეფლანგა. ამიტომ ახლა ის მცირედი ცოდნა უნდა გამოვიყენო, რაც მაქვს. ხო, თლა ეგრე უბედურადაც არ წამოსულ ვარ აქ. რაღაცები მოვიძიე და ვისწავლე. პირველ რიგში უნდა ვაღიარო, რომ დავიკარგე და უაზროდ ბოდიალი არ დავიწყო. მეგობარო, შენ აი ამ ტყეში დაიკარგე. მართალი ხარ. Great success. პირველი ნაბიჯი გადაილახა. შესაბამისად ახლა ასეთ სისულელეებში დროს აღარ დავხარჯავ და რეალური გამოსავლის ძებნას დავიწყებ. მაგრამ მოიცა, თქვენ ხვალ გგონიათ, რომ აქ მართლა დაკარგული არ ვარ. მანქანას ვტოვებ აგერ და მე კიდე იქით მიმართულებით წავალ და მაქსიმალურად შევეცდები რომ დავიკარგო. ტყეში შევედი და დასაკარგად უბრალოდ წრეებზე ვიბოდიალე. მაგრამ ჩდება კითხვა, აქ რომ დავიკარგო და უკან ვეღარასდროს გამოვიდე. თუ ასეთი ცუდი რამ მოხდება, ჩემს მეგობართან დარეკვას ვაპირებ. მაგრამ როცა მეგობარს ეს ვუთხარი, არც ისე კარგად მიპასუხა. ეხა შენ მაგ ტყეში უნდა დაიკარგო, ჩემი გადასარჩენი უნდა გახდეო. თან არავინ არხი არ უნდა გამოიწეროსო. მინდა რომ მას საპირისპირო დავუმტკიცო მეც და თქვენი დახმარებაც ვჭირდება ამაში, რომ არხი გამოიწეროთ და აი ეს მართალი არ გამოდგეს. ახლა კი მიზანი ისაა, რომ ამ მანქანასთან დავუბრუნდე. ამისთვის კი გეგმა საჭირო. ჯერ კარგად უნდა გავიგო რა მაქვს წამოღებული. იქნებ რომელიმე გამოვიყენო. დანა დასაჭიროად რაღაცების და თუნგელიან რაღაც ეგეთი შემხვდა მაგის მოსაშორებლად. ალი, რომელიც ამჯერად არ დამავიწყდა. საჭმელი. წინა ვიდეოები თუ გაქვთ ნახი, საჭმელის ბუნებაში გაკეთებასთან კარგი დამოკიდებულება არ მაქვს. ამიტომ გზასაკვები წამოვიღე, რომელსაც შემდეგ გავაკეთებ. ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. რომელსაც ახლავე მივირთმევ იმისთვის, რომ мотивაციით ავივსო. ვარა! გამივარდა. არ მგონია, რომ ამ ნივთებით ამ ტყიდან გასვლას შეუძლებ. ამიტომ რაიმე სხვა უნდა მოვიფიქრო. სამწუხაროდ 2 საათის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ნივთის საკმაოდ კარგად გამოყენება შეიძლებოდა. ერთი ცოტა უცნაური იდეაც მაქვს, რომელიც არ ვიცი რამდენად გამოვა, მაგრამ ტყეში უაზროდ ბოდიალი ძალიან საშიშია. შეიძლება კიდევ უფრო მეტად დავიკარგო. ამიტომ ესეთი რაღაც მოვიფიქრე. ერთი მიმართულებით სულ პირდაპირ ვიბლი. თუ იქით ჩემი მანქანა არ იქნება, დავბრუნდები უკან და სხვა მიმართულებით წავალ. ასე ბევრ მხარეს დავტესტავ და რომელიმე მიმართულებით აუცილებლად გადავაწყდები ჩემს მანქანას. ამ ხერხის სწორად გასაკეთებლად ჯერ ადგილი უნდა მოვნიშნო, რომ შემდეგ ამ ნიშანთან დავბრუნდე. ამ ჯოხს მიწაში ჩავარჭო. იდი. ჩვენი საწყის წერტილიც გაკეთებულია. ნუ ეს მგონი ერთ კარგი ნიშანია. ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე რომელიმე მიმართულებით წავსულიყავი. სიმართლე რომ გითხრათ ისე ძალიან დაკარგულიც არა ვარ და დაახლოებით მახსოვს საით უნდა წავიდე. იქით მგონი. აღმართი ჩამოვიარე და შესაბამისად აღმართზე უნდა ავიარო. მაგრამ ერთი პრობლემა შეიქმნა და კიდევ კარგი დროზე მივხვდი. მე რო აქ წამოვედი ახლა და გზა არ მოვინიშნე რა მიმართულებით წავედი. რო დავიკარგო და შემთხვევით აქეთ-იქით გადავუხვიო და უკან იმ ნიშანსაც ვეღარ მოვაგნო. აუცილებელია თან გზა მოვნიშნო, რომ ამ მიმართულებამ თუ არ გაამართლა, უკან მარტივად დავბრუნდე. აი ახლა მონიშნის ხერხი მაქვს მოსაფიქრებელი. და მე მაქვს რამოდენიმე იდეა. ხეებს ხავსი ყოველთვის ჩრდილოეთის მხრიდან ამოსდით. ეხლა შევეცდები გადავამოწმო მართალია თუ არა ეგ. ჩვენ თუ ამ ხეს დავუჯერებთ, ჩრდილოეთი არის იქით მიმართულებით. მოდი მაინც ერთ ხეს ნუვენდობით და სხვებსაც ვკითხოთ. აი ამას ხავსი საერთოდ არ აქვს. რამე უკეთესი გზა მაქვს მოსაფიქრებელი იმისთვის, რომ გზები მოვნიშნო. ესეთი უცნაური იდეა მაქვს. ქვები რო დავაწყო იმ მიმართულებით, საითაც წავალ. მეორე ბევრად უკეთესად ჟღერს. შესაბამისად ამ ხერხით ნიშანთან მარტივად უნდა დავბრუნდე. გამომივა დებილი ხო არ ვარ კაცო. სადღაც 10 წუთია მოვდივარ და გონი რომ აქეთ ამ მიმართულებით არაფერიც არ არის. სანამ უკან გავბრუნდები, იქნე გადასახეთს გავს და გადავიხედები თუ არ და უკან დავბრუნდები ეგრევე. იმედია ჩემ ქვებს ვიპოვი, ისე დავაწყე, დიდი იმედი მაქვს რომ დავინახავ, არ ვიცი. შეიძლება რომ გადავიხედო აქეთ-იქით და რაღაცა დავინახო.
ვერაფერი ვერ პოვეთ, ყოლა დავხარჯე ენერგია გამოსვლაში. ამ მიმართულებამ არ გაამართლა. არა და თითქოს ზუსტად მახსოვდა რომ მაქედან მოვედი. სიმართლე რომ გითხრათ ისე ძალიან დაკარგულიც არა ვარ და დაახლოებით მახსოვს საით უნდა წავიდე. იქით მგონი. მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. უკან უნდა დავბრუნდე და სხვა მიმართულება უნდა ვცადო. აუφ, ვაფშე არ მახსოვს გზა. კაი რა. აჰა, მივაგენი. კაი ბიჭო. მართლა დაუკარგი ქვები. არა, შემდეგი ხოც ვიპოვე და შემდეგიც. ძლივს მივაგენი ქვებს. შემდეგი მიმართულებისთვის აშკარად სხვა რამე უნდა მოვიფიქრო. თორემ დარწმუნებული ვარ ასე აღარ გამიმართლებს. უკან დაბრუნებულს ორი იდეა მქონდა. ან ეგრევე სხვა მიმართულებით წასვლა დამეწყო, ან მეჭამა. თქვენი აზრით რომელი ავირჩიე? პირველი ეს არის ძეხვი, პური. გაუჭერა შაშხი და ჩავდო პურში. მეორე პურში. გადმოვოდებ ძევიდან. ძალიან მშრალია. იმდენად მშრალი იყო, რომ ბუნებაში დავიწყე საჭმელების ძებნა. მაგრამ რასაც მივაგენი, საკმაოდ საშიში იყო. ნახე რას გადავაწყდი. სოკოს გადავაწყდი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი ეს იჭმევა თუ არა. ჭა მოიხამე ეს. არც ეგ კარგად არ გამოიყურება, მე მგონი რომ ეს მომკლავს. კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ ეს იჭმევა თუ არა. ვიფიქრე რომ კარგად ვეღარ შევჭამდი, მაგრამ რაღაც გამახსენდა. ხო არ გეგონათ რომ მე მხოლოდ ერთი ცალი ბარემის შოკოლადი მქონდა? ჩავახრაშო. არაფერი ამას არ შეედრება, რა მართლა ძალიან გემრიელია. გემრიელად მივირთვი. შესაბამისად სხვა მიმართულებითაც უნდა წავიდე და დავტესტო. იმედია ამჯერად მაინც გამიმართლებს. მაგრამ მოსაფიქრებელი მაქვს, რით უნდა მოვნიშნო გზა. ქვებმა საშინლად არ გაამართლა. შესაბამისად გზის არევა საერთოდაც არ მინდა. მაგრამ ერთი პრობლემაა, ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე. გახსოვთ რომ თქვი ამ ნივთებიდან ვერაფერს გამოვიყენებ ტყიდან გასასვლელად თქო. აი ახლა ვნახავთ რომ თურმე საკმაოდ კარგად შეიძლებოდა მათი გამოყენება. ერთი ცოტა უცნაური იდეა კი მქონდა. ასეთი იდეა მქონდა. იმედია რომ ხე მაპატიებს ამას. თავის გადასარჩენად მჭირდება ეგ. და კიდევ იმისთვის რომ მეგობრის გადასარჩენი არ გავხდე. არ არის ცუდი მე მგონი. ქვებს ჯობია აშკარად. არა? აი რამის ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი. აქედან აქეთ თუ მივდივარ. თუ უკან დაბრუნება დამჭირდება, იქიდან აქეთ უნდა მოვიდე და იქიდან აქეთ თუ მოვალ, ამას ვერ დავინახავ, იმიტომ რომ აი აქ ვიდგები. დავიკარგები. კიდევ კარგი ყველა ეგრე არ გავაკეთე. აი ამ უღრანი ტყიდან მინდა მივმართო G2G-ს. G2G. ძალიან გთხოვ. მაფიაში დამიძახე რა. დავიწყე ხეების მონიშნა. სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად ჯობდა ქვების დაწყობას. ყველაფერს კარგად და ბედნიერად მიდიოდა. იქამდე სანამ ეს არ ვიპოვე. ასეთი რაღაც ვიპოვე. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მაშინებს. არც ვიცი ხა აქეთ გზის გაგრძელება მინდა თუ არა რეალურად. რა, იმედი მაქვს რომ უბრალოდ ადამიანის ნაჭამია. თან საკმაოდ ახალს გავს, მაგრამ არ ვიცი. აი აქ გამახსენდა ჩემი ტრავმა ტყესთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ვიდეოში რამის მგელმა შეგჭამა. აქამდე. ჯოხი მაინც ავიღოთ ჩემი კაი. ეს შიში ახლა თავიდან გამიჩნდა. ამიტომაც რაღაც სისულელეების კეთება დავიწყე. ხისგან უნდა გავაკეთო იარაღი. აი აქ ვნახავთ ალბათ იმას, რომ საერთოდ აფერი არ ვიცი ტყესთან დაკავშირებით და თავდაცვასთან დაკავშირებით. იმედია არავინ მომეპარება შესაჭმელად. ხო? უკვე საათნახევარი ამ ტყეში დავბოდიალობ და ჩემი ერთ-ერთი მიღწევა ეს არის. მე მგონი მართლა აღმოჩნდები ჩემი მეგობრის დასაცინი და გადასარჩენი. არ მომიახლოვდე დათვო, თორემ დაგჭრი. რას მაიმუნობა ამ ხელაკაცი ხა მე ებს ვაკეთებ. ამით ვისგან ან რისგან უნდა დამეწო თავი, სიმართლე გითხრათ, აზრზე არა ვარ. ამის მიუხედავად მაინც განვაგრძე გზა, მაგრამ კიდევ ერთი უცნაური რაღაც შევნიშნე. აი იქ მე მგონი ტყიდან გასასვლელია. თუ არ მეშლება და თუ არ ვწდები. მივიდეთ და ვნახოთ. იმედიად ყურებულად არ დავკარგავ დროს. ისე აღუფრთოვანდი, ნიშნებიც აღარ გავაკეთე და უკან ვეღარ მივბრუნდები ვერანაირად, აღარ მახსოვს ის წერტილი სად არის არანაირად. იმედია ეხა იქ გასასვლელი რეალურად იქნება. ძალიან ბევრი ვიარე იმისთვის, რომ ტყიდან გასასვლელამდე მივსულიყავი. მაგრამ კითხვა ის არის, იქ რა დამხვდება. გასასვლელი რომც იყოს, ჩემს მანქანასთან მისვლაში თუ დამეხმარება. გონი საერთოდ არ ღირდა მონიშნული გზის დაკარგვა, აი იმის გამო. გამოვედი ტყიდან. მაგრამ სად გამოვედი? პირველი მისია შესრულდა. ჩემი მანქანისგან ძალიან შორს ვარ აშკარად. მაგრამ აღმოჩინე გზა, რომელიც სიმართლე რომ ვითხრათ, საკმაოდ ძველს გავს. საერთოდ არ ვიცოდი ეს გზა სადამდე მიმიყვანდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ გავყოლოდი. ცოტა ვიარე თუ ბევრი ვიარე, ესეთ უცნაურობასაც გადავაწყდი. აი იმ ტახტს და დიდი იმედი მაქვს, აი იმ გზის იქით ჩემი მანქანაც იქნება. რახან ადამიანის კვალს გადავაწყდი, დავწმუნდი რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი. ამიტომ გზაც განვაგრძე. ჩვენი მანქანაც.
მე ჩემს გამარჯვებას ბარემი დაუღნიშნავ ისევ, თქვენთვის კი მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. თუ შეიძლება ჩემ მეგობარს საპირისპირო დავუმტკიცო. She had not been 2 weeks from shore when down on her a right whale bore. The captain called all hands and swore